მამუკა, ტელეფონები ჩაიწერე რა, ვისაც კასეტა უნდა, რომელიც ჩვენ გადავიღეთ. ვინც შიგნით ეთერში იჯდა ზუსტად ის ხალხია დაჭერილი. იმათ ჭირდებოდა ვის წინააღმდეგაც გუშინ ჩვენ აქცია გავმართეთ. ეს არის თავისუფლების ინსტიტუტი, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა მათ შორის მე არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ ტელეკომპანია კავკასიის ზოგიერთმა თანამშრომელმა ეს პროვოკაცია და მე მინდა გითხრათ, რომ ეს საზოგადოებამ დაინახა. მაგას ცეცხლი უკიდიათ ერთზე, ეშინიათ ყუდებიან, რომ ჩვენი ეს მოძრაობა არ გადაიზარდოს პარტიულ მოძრაობაში. თორე თვითონ პარტიულები, რომლებიც იყვნენ გუშინ, არ ვიცი. არ გვინდა ჩვენ, მაგრამ შეიძლება გვაიძულონ და ვაი მაგენის ბრალი მას. მე როგორც პატიმართა უფლებების დამცველი ადამიანი, რომელსაც ასევე მიმაჩნია, რომ ძალიან ფასეულია ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ტრადიციები და მართლმადიდებლობა. არასოდეს არ დაუჭერთ ხარჯს ძალადობას, მაგრამ არასოდეს არ ვიქნები ასევე სოლიდარული, როდესაც ხდება ადამიანების უკანონო დაკავება. ახლა უკაცრავად, მაგრამ გეგეჭკორის დასაპატიმრებელი ნამდვილად არ მეგულება ადამიანი, იმიტომ რომ თავად არის უამრავი დანაშაულის თანაავტორი და მონაწილე ეს ადამიანი. მე მაინტერესებს რატომ დააკავეს ის რამდენიმე ადამიანი, ვინც ახლა პოლიციის სამმართველოში იმყოფება, ადვოკატებს შეუშვებენ თუ არა მათთან, რა პირობებში არიან და მათი უფლებების დასაცავად მოვედი, ბუნებრივია ეს მე როგორც ადამიანს, როგორც უფლებადამცველს ძალიან მაწუხებს.